მოვითხოვთ მასთან შეხვედრას, გავცეთ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები და მიმართავ ყველა სტუდენტს. თუ რომელიმე თქვენგან არ მიეცემა საშუალება დაუსვას ის კითხვები, რაც თქვენთვის არის საინტერესო, პროტესტის ნიშნად დატოვეთ შეხვედრა. ჩვენ შეხვედრის დასრულებამდე ვიქნებით აქ შეკრებილები პირველ კორპუსთან, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მიხეილ სააკაშვილს შეუქმნით დისკომფორტს და არ მივცეთ საშუალებას დაკავდეს დემაგოგობით. ჩამოდი და გაგვეცი ამ კითხვებზე პასუხი. ვიდრე ამ კითხვებზე პასუხი არ იქნება, ფიცალად შენ საქართველოში და თბილისში თავისუფლად გაივლის საშუალება უბრალოდ არ გექნება. არ გექნება, იმიტომ რომ შენ ქართველებს შეუძღუდი აქამდე სრულად უკანონო თავისუფლება. ქუჩის ყოველ მონაკვეთში, ყოველ სადარბაზოსთან, ყველა გზაზე, სოფლის ყველა ორღობებში დახვდება პიკეტი და გიწოდებს იმას, რასაც რეალურად იმსახურებს. შენ არ ხარ პრეზიდენტი, შენ ხარ ჩვეულებრივი კრიმინალი და შენ ხარ ნაწილავა. არავინ არ შეუშვათ რა. დაცვა თქვენს დადეგით რა. არა შემოვიდა და იმიტომ გეუბნები. ჩვენ ვესმის, ვინც მოსულები ვართ პროტესტის გამოსახატად არ გვეშვებთ და ვემორჩილებით, მაგრამ ბატონიზაზე არის ჟურნალისტი და ძალიან გთხოვს შეუშვა. ან გამცეთ პასუხი რატო არ მიშვით? კანონი დავარღვე? ან არ არღვე? კანონს არ არღვევ, აგერ ყველა ხედავს ამას და გთხოვთ იქნებ დაინტერესდეთ ან ზემდგომ ინსტანციაში ან თქვენს ზემდგომ უშუალოდ ასმეთაურთან რა ვიცი, მიიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ თქვენთან მოვედით თხოვნით. აკეთებს თქვენი სახელი მიხარეთ პოლიცია. ახლა მე მინდა ჟურნალისტები წინ მოვახდინო იმის დემონსტრირება, რომ არ მიშვებენ, თორე მე ითქმება, რომ შესულიყო კაცო. ჩემი ჟურნალისტი ვარ და ჩემი მეგობარი ჟურნალისტები არიან აქ. არ გიშვებენ. არ მიშვებენ? არ მიშვებენ, დაფიქსირდეს, რომ არ მიშვებენ. კი ბატონო. ვინ არის უფროსი? თუ შეიძლება დამალაპარაკეთ რა. პატივცემულებო, ჟურნალისტი ვარ და არ მიშვებენ შიგნით. რატო არ მიშვებენ, მითხარით? არ გიშვებენ. არა, რატო? არა, ნუ მაგაზენ მე საჩუვარი უნდა შევიდეს, აუცილებლად სასამართლოში ამასთან დაკავშირებით. ეგ უკვე შემიძლია. ხო. არ მიშვებენ. მანქანა გავატაროთ. უფროსი დამელაპარაკოს რა. მანქანა გავატაროთ. Nela. არ მივსულვა შეკითხვის დასასმელად, იმიტომ რომ პრეზიდენტმა თავისი 9 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ყოველ შეკითხვას უკვე საქმით გასცა პასუხი. ჩვენ ვიყავით პოზიციის დასაფიქსირებლად, რომ უნივერსიტეტში ნებისმიერ საკითხს წყვეტს და გადაწყვეტს პროფესორები სტუდენტებთან ერთად და არავითარ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტული ჯგუფის თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორც ხდებოდა მაგალითად ამ წლების მანძილზე, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს არგებდნენ კანონმდებლობას და აკადემიური საბჭოს ხელმძღვანელად და უნივერსიტეტის რექტორად ნიშნავდნენ აკადემიური ხარისხის არ მქონე ადამიანებს. მაგალითად ციხის კადრებზე თქვა, რომ მისი მეგობარი პროქტოლოგი თავის ცოლს დაძდევდა, მოდი შევამოწოთ ეს კადრები ნამდვილი თუ არა, ცოცხი დაძდევდაო და აღმოჩნდა, რომ არ გამოვიდა, ანუ ეს კადრებიც არ იყო ნამდვილიო, აი ესეთი ახსნა აქვს მას და მისი მთავარი ტკივილი, როგორც მან თქვა, ის არის, რომ სანდრო გიგულიანის დედა ვერ ნახა სიცოცხლეში და
ძალიან მე მგონი შეურაცხყოფელი არის მისი ოჯახისთვის და ბევრი ადამიანისთვის ესეთი გამონათქვამი, როცა ადამიანი მართლა მიიყვანეს სიკვდილამდე.